საქართველოში აქტიურად მუშაობდა დასავლეთიც. ამ სამყაროს კავკასიაში სჭირდებოდა ისეთი პიროვნება, რომელიც მათთვის მისაღები პარტნიორი იქნებოდა. გამსახურდია არ იყო ის ფიგურა, ვისთანაც დასავლეთის სახელმწიფოები თანამშრომლობას შესწრებდნენ. აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მე ვიყავი ამერიკის საელჩოში. მაშინ საქართველოს ჯერ აღიარებული არ იყო ამერიკის მიერ დიპლომატიურად, მაგრამ წარმომადგენელი, რომელიც საქართველოს კურირებდა, უკვე არსებობდა. ესე იგი იყო ახალგაზრდა ქალი იყო, არ მახსოვს მისი ახლა გვარი და სახელი. შევხვდი და მას ვესაუბრე ისე, აი რას ფიქრობთ თქვენ, როგორ და რა ვითარება იქნება ჩვენს ასე ვთქვათ სახელმწიფოში. მათ დაუფარავად, ესე იგი, ასე მიცხრა პირდაპირ, რომ თქვენ აღიარებას დასავლეთიდან და ამერიკის შეერთებულ შტატებიდან არ მიიღებთ. არ იქნება აღიარება თქვენი, ვიდრე სახელმწიფოს, ესე იგი, შევარდნაძის კურსზე არ დადგებით.